კუროს უჯდება მერვე სახლში, მეგობრებო, ტრანზიტული შავი მთვარე. მერვე სახლი ჩვენთან ეს ძალიან მარტივად რო გითხრათ, ეს არის მეუღლის ენერგია, მეუღლის ფული, ან ბიზნეს ფული, ან ვალები, მაგალითად, ან კრედიტები, ან სხვისი ენერგია, აი საერთო, მაგალითად, ქონება თუ არის აქ, ხო? აი მან შავი მთვარე რო გადადის, შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი პრობლემები მეუღლის ფულთან, ან ვალდებულებები მეუღლისთან, ან რაღაცნაირად ენერგეტიკული პრობლემებიც იცით მეუღლისთან, იმიტომ რომ მეორე სახლი არის მეუღლისთვის და ეს არის ან შინაგანი რესურსები, ან ნდობის თემაც ამავე დროს, ხო? აი ნდობაში შეიძლება რაღაც პრობლემები იყოს ზოგისთვის, ზოგი კუროსთვის. ზოგთან შეიძლება უბრალოდ იყოს ფინანსური ვალდებულებები. შეიძლება იყოს ფინანსური პრობლემები, ოღონდ კრედიტებთან, ან აი სესხები იქნება ეს თუ აი ხა ამ ტრანზიტზე, მაგალითად ის რომ სესხი აიღოს ადამიანმა, ნაკლებად ურჩევდი, იმიტომ რომ ეს აუცილებლად ან გაპრობლემდება მერე, ან ფეიკი იქნება, გვეგონება რომ მარტივად შეიძლება ავიღოთ, მაგრამ შემდგომ ისე ვერ დავფაროთ როგორც გვეგონა მაგალითად, ხო? საცდურები შეიძლება უცხოელებთან დაკავშირებით აღმოჩნდეს, შეიძლება აი თუ ვინც უცხოეთში არის მაგალითად კურო და რაღაცნაირად აი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, სამართლებრივ პრობლემებში არ გაეხდნენ, ხო? შეიძლება იქ მერვე სახლს ჩვენთან მართავს ძალოვანი სტრუქტურები, ან საიმიგრაციო მაგალითად სფერო. ეს არის ცოტა ისეთი მერვე სახლური ენერგია, ცოტა ისეთი მძიმე არის და კუროებისთვის ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ რაღაც ისეთში არ გაეხდნენ, ან პირიქით შეიძლება ლილიტმა მისცენ სერიოზული წარმატებაც, ხო, ამ სფეროებში, ან ხელი შეუწყოს რაღაცნაირად თუნდაც ვალების დაფარვაში სიტყვაზე, ოღონდ მაინც საცდური არის. აი რაღაც ისეთი შეიძლება გამოვლინდეს, რომ აი გითხრან რომ ამდენს გადაგიხდი და არ გადაგიხადონ მაგალითად, ხო? იმიტომ რომ მერვე სახლი ეს არის აი სხვაზე თუ ვართ დამოკიდებული, ან ყველაზე მარტივად შეიძლება ძალიან დიდი დოზით აღმოჩნდეს ადამიანი მეუღლეზე ან სხვაზე დამოკიდებული. ან იძულებული იყოს რაღაცა, ვინც უცხოეთში არის, ემიგრაციაში არის, აი განცდა კონდეს, რომ აი მე რაღაცნაირად თავისუფალი არა ვარ, მე დამოკიდებული ვარ, ეხლა რაღაც კრედიტის დაფარვა მიწევს და ამის გამო ვალდებული ვარ ვიყო აქ. და ამანამდე თუ იყო ესე, არ აწუხებდა, მაგრამ ეხლა ძალიან შეაწუხოს ეს, ხო? იმიტომ რომ მერვე სახლი ეს არის ზოგადად რაღაცა ვალდებულებებში რო ვართ ხოლმე ჩაკეტილები, ხო? ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ზოგი კუროსთვის ინტიმური ურთიერთობები მაგალითად, ხო? ძალიან ისეთი